შუახევში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრთა მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია იმართება, რომელშიც მონაწილეობს 150 პედაგოგი. კონფერენციის მიზანია პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში. მასწავლებელთა პროფესიული და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, ასევე პედაგოგთა мотиваციის ამაღლება. ღონისძიების დასრულების შემდეგ კონფერენციაში მონაწილე ყველა მასწავლებელს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. კონფერენცია პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედი მასწავლებლებით, ვინაიდან ხდება გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკების გაზიარება. გარდა ამისა, უკვე მე რამდენი წელი აქტიურად ვიღებ მონაწილეობას კონფერენციაში, ჩემთვის პროფესიული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ მე მოქალაქეობის მასწავლებელი ვარ და ციფრული მოქალაქეობა, აქტიური მოქალაქეობა, კრიტიკული ანალიზი და აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთა გამოცდილების გაზიარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული ზრდისთვის. კოლეგები ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას, ცოდნას, მიგნებებს და ამ კუთხით კონფერენციები, რომლებიც იმართება მუნიციპალიტეტების მიხედვით, არის ნამდვილად შეუცვლელი. მიხარია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში კონფერენცია უკვე მეშვიდედ გაიმართა. ეს იყო გამორჩეული როგორც რაოდენობის, ასევე მოხსენებების ხარისხის მიხედვით და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი უკვე შემდგომში რეგიონალურ კონფერენციაზე ფინალში იქნება წარმოდგენილი. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ტიპის კონფერენციები მხარს უჭერს ზოგადად სასკოლო განათლების განვითარებას, მხარს უჭერს უფრო მრავალფეროვ საკლასო ოთახში საგაკვეთილო პროცესს და რაც მთავარია, წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. 64 მოხსენება იყო წარმოდგენილი და მე წელს გამაოცა იმ მოხსენებებმა, იმ სტრატეგიებმა და მეთოდებმა, რომელსაც მასწავლებლები იყენებენ საგაკვეთილო პროცესში, რომელსაც საუკეთესო შედეგზე გაღავს თითეული მოსწავლე, რომ მოსწავლეებმა შეიძინონ არა მარტო ცოდნა, არამედ გამოიმუშაონ ის უნარები, რომლებიც მათ პრაქტიკაში, ცხოვრებაში გამოადგებათ. ამიტომ ვფიქრობ, მსგავსი კონფერენციების ორგანიზება არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად ყოველწლიურად აუცილებლად ჩავატარებთ ასეთ კონფერენციებს.